გიორგი, მე ბრიგადაში მიდივარ, იქიდან MTS-ში. კარიერში. გიორგი, რა კარგად გქონდა, შენი ქალიშვილი ჭრიჭინა? ჭრიჭინა კი არა, მარინე ქვია, მარინე. მეგობარო, გამარჯობა, სალამი. ვერ მეტყვით ვინ ღერის ასე სასიამოვნო. ეს ხადი ტრიგინა. ტრიგინა? ნამდვილად თუ გინდა თვითონე, მარინე გიორგის ასული ფერად. მარინე? ზოდიში. მადლობთ. თქვენ უკვე ერთხელ მომეცით. ბიჭიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, ტრიჭინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოვიყვანე. ახალგაზრდა? კი, ასე 60 წლის იქნება. ის. ბიჭიკო. აჰა, დაიცი. რა უქნია შეჩვენებულებს. ტრიჭინა, სათხარებია. გაციტაკდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხეთი არის. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმა და აღარ ჭამა. რა არ მინდა. ჯერე ჟენი ჯერე. რა დროს დამიფრთხეთ ძერა. თქვენ რა ბარა ჩამოვაგდები? რა ვიცი მამა ჩემს მეხუთე თესროლე, მაგრამ მამას აკრიტიკებს შილო. შენ რა ბო კრიტიკა გვეხმარებაო? მერე? რატომ შენ არ მოგეხმარა? ბავშვი ხომ არ ეგონია შენით არა? კინ გასავით რომ დაგტიხარ ხებზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეორნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცი დღე და ღამე გამოგეტილია. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხა, ჩემ ტრიჭინა, რასეთი ბიჭო ამ ბავშვს? ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი? სულ ჩემ ბრალია დედაჩემო რომ ამას ტრიჭინას ეძახია და ვიცი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ტრიჭინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადებს. აბა დააგდეთ თუ? ახლა ლისამა გიესტიგნ. ხო, დააფარე ხელი დედაჩემო, დააფარე. ის გაგლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგალითად შენ ჩააბარო. ნეტაიკი შევეც. ნუ გეშინია მამაჩემო, ყველა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. აბადელი. ისი ლოგი. აბადელი დელაშო ხუთებს დაგიწერე, ხუთებს. ხო, დედაჩემო. ეს ადილა თბილისიდან ჩამოსული არქიტექტორი ვიყოლებ. მარინე, დედელფტესთან ჩაივიდე, უთხარი ამოვიდეს. დებია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. ხაკინა ბებია, კაცო მარი გეყოლება და კაცავი არ დაკლა. კაცნები დახოთოში სწორად ვერ მოგეხმარება. მე ახლა ბებია ელფიდე სადავა. მე სამკითხოდოს უნდა გამოვიარო. ხო გაიგონი მამაჩემ რა თქვა? სამკითხოდო დღე და ღამე გამოკეტილიაო. კარგი ბებია. აი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა ბიჭიკილე. დიდი ხანია ურთით, თქვენ საწოდებო. კარგი ხანია ბიჭიკილე. მე ვერ მოუსწია, ხო ხედავთ ამდენი მაგ გასარიგებელი. გადაეცი ტრიჭინა. ბებია, ჩვენსაც უნდა წახვიდე. რა ვიცი, ვიღაც არქიტექტორი ჩამოვიდა და ბებია, მამამ თქვა, დღეს ჩვენსაც იქნება სადილად. ბებია, შემოგიწევა, უნდა
დამეხმარობო. რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიკინა და სამკითხველო საკითხი კონკავშირის კრებას? გიორგის დინატნენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიკინას ჭკუას მოსწავლია. ქარის ჭკუის სწავლება ვის გაუძლო? ჭრიკინა ქარი კი არა. დილის წელქის ციოა, რომელიც უცბად მოვარდება, ბუჩქებსა და ხეებს ჩაეკონება, ქოჩორს აუშვის და შენ ჩემოდნო მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ, მე რომ პოეტი ვიყო. ალბათ ლექს მიუძღვნ ჭრიკინას. რატომაც არა? იმის ფრანგ ხარ ხატა. ერთი ამას უყურე რა დაუხალავ. ეს არის შენი წელქის ციო. მომეცლეო. არა, ნო, ამ სულაც ვერ დაგანებებ. ამას კეთლის გაზეთში მოვათავებ. ეს მე უნდა მომასახოთ კედლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გეწყინება მარიმე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომასახოთ კედლის გაზეთში. მაგალითად, გასალე მაგიდა. უიდე და რამ ტრიანია? მაგნიტიკი. მალიტავა დაკიდან იმასაც ნახავთ, შენზე უკეთესი ვინგეყოლოთ. შეჯერა, სვიჩი მიდიხარ? არა, საჩი დავჯდები, აი. მე გავუწევს ზართა. აი როგორ გონი? ისე თუ იხედები ციგნში როგორ სამკითხო. რა ბეჯითი ვინგელყა? სარი მუსკეტერი რა თქო? მე მინდა კარალევა მარგო. კარალევა მარგო. მომეც კორკის დედა. მე კიდე წყნარი დონის მეორე წამი. აბა, ჩქარა, სამკითხო უნდა დავკეთვა. დაკეთე. ისედაც ძალიან ბევრს მუშაობ. გესმი? Ragavate vorkhla stum. Gagete lobio. Khali. Badrijan. Tiro. Lobio vakadrot. Im akhalgazda stuma. Akhalgazda? Khomitis rom. Khanshi khesula adamianebs khortilnebs. Mukhlepshi dalasartnes. Sklerositros. Vins akhustebs aba? Aba kheni chagrit chven. Ragavate tak me ambeberi arxitektor. Qochak shvilo qochak. Stumris dakhvedrat aseti unda. Gaitsani. Ez dedachevi. Ez dedachevi elpide gakhlam. Eski? Chemi kalishvili, Marin. Deda, ჩვენ ცოტა დაისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გამიმასტილდება ჩემი ქალიშვილი. მობრძანი. Დედია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპოჩი ბლომა ჩადები ყველი. ჩადებელი შენ გარდადებებია. ხოდა. Ვიზიკო. უх, რა კარგი დროს მოხვედი. მოდი კაცმები დამაჯერინე. რომელს ვიბრძანებ? ერთი არის. კოჩორა? კოჩორა ჩემი გაზდია. ეგრეთ სუკანი ვარია. მეორე. ხინკილა. კარგად შეგითვალიერებია? ხინკილა. ეს მოხუცი არქიტექტორი. შენზე უკეთესად.
გამარჯობა, თქვენი კაი გამარჯობა. დებეშა. აიმე, კირილე, ცუდი ამბავი, ხომ არ ახედი? მეც ცუდი ამბავი. გამოჩნდები იწყება 1 აგვისტოს. ველოდებით მარინე. კოსმის. ნატო და ირაკლი. ფედიკო კიდევ ერთი კვირა და ფინიში მივემგზავრები. მართლაც ამბობებია? რა იყო ბებია, რამ შეგაწუხა? როგორ თუ რამ? ეს მაინც 5-ის სადგისტუმრე. ომში რომ არ იგდობრებ დეიდე პროცესია რა მოხდა ასე ამბობენ პატარა აქვს 100 თვალი აქვს. ისილოკი. იჭიკუ ამბობდა. თბილისში მანკანერი ხა ქათმერი ისყრება. მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეკო. რას მგზავნებ ბიჭო მიხუმრა ალბათ ბებიკო. ბებიკო, ჟენი წირე მოშელი. მოდი ახლა მე და შენ ერთი ძველებური სიმღერა ვიმღეროთ. მე მღერება ახლა მე. ხო დეიდე პროცესია იმღერე პროციდე. შენ რომელი 25 წლის მგონია ჩემი თავი. შეიძლება გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდი. ჩემი საგრით კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მართ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი კი აი აქ. აი ამ გის ნაპირას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგმება ლენინის მონუმენტი, მაშინ თქვენი საზრით მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, არა? დიახ. მარინე. გამარჯობა. მამაჩემი არ გინახა? მამაჩემი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქე. სად გადიხარ, რიძინი? მოდი მარინეს ჩაისკრეფაში უშვა. რომ არ მიცალია, კომიტეტ გამოცდების ამზადები, თორემ იმეცადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა. იქეთილი მამაჩემი გამგეობაშია? მამაჩემი და არქიტექტორი ფერმაში წარიგენ გიგია. ფერმაში? ხო. რა სურნელება? ხილასთან მიდიხარ? რა თბილისიდან ჩამოვედი არ მინახავ. მიდიქ მოვიდა, წავიდე. გამარჯობა. კაფეებს საჭმელი მოუტანე. ხეასად არის? იქ არის ფერმაში. იმ ახალგაზრდებს უშელაპარაკე. ისე კი ძალიან გაუძედა საუბარი.
დაიცავით ძველ ჰიგიენური წესები. ხალი თავის დროს. ეცადეთ ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. ვიცით? დავარდებოთ კრიალა. მადლობა. როგორ მოგვანატრეთ თავი? რახანია ჩვენს სფეროში არ შემოგინახებია. გავიგე უჩემოთ ძალიან მოგიწყენიათ და? აბა. ჩემი ცრემლის მდინარე აგიგდა. იმ დინარეს გაუფრთხილი ეს კაცი არ მოგწაწო. ვინ? ვინ და ყოველდღე რო ტრიალებს შენ სფეროში? რომელი ეს ექიმი? რა თვინი იმუქება? იცოდი რატო? ამ ხულაციტილებში გარეული ალბათ ტრენად მოეჩვენე. არის შენი შანისკარტების ამბავი თუ არა? ვისის ტრედი ვარ და ვისი? ყვავი. ხომარგიდე მართლა არ გაყავო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელით იღებ ნაკვეთს ხავს ელით. ხელსენას უნდა დაედოს ის ნაკვეთს ხარ. შემოვარდება ჩვენ სერვაში და ჩემი ქაფებია და დამაჭიობე. ვარ დამნაშავე? საქარივით როდება და საქარივით. არამდის შემოვიცდები ხოლმე. უბრალოდ ხელს არ არის საბჭო მოვაკრებინე. ფახელგული მიყავი. ვიქნები. სიცოცხლე რა იმერტანაკარე. რა გივიდა? ის ხუბო. რა მაგასაც აჩუბარ. მაგ ბენზინის სახელდებოდა. ერთი ბოთლი მაგრამ გადაიქ. თავზე ერთი ბოთლი. და ერთი ბენზინის სახელდებოდა ზედაპირ. ჩემთან გადაეკიდა ჩემთან. ერთად გადაეკიდე ეს მაგა. არა საერთოდ მოხდი რა? ეგეც ხო რა? რა მოგივიდათ რა ამბავი? კრიალა მამაშები არ გინახა. ამაშენ და არქიტექტურის სოფელში და. სოფელში და მე იგი მალე დაბრუნდები. ახლა მოდი რა ვაჩერებ და. მიბძანე თორე შენ მაგნული სურნელება თავი დამახვია. მე ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო თუ ფეხი დავდგარ. მოდი, კაბა მოგადო. სადიყაა, ზებია? რამდენი ხანია აგრაფინა გელოდე? აგრაფინა, ისეთი კაბა უნდა სიმკერო, ისეთი რა? სტომარი მუშაობს. აკარი, რამდენი ხანია მოვიდა? მე კი სულელმა მთელი სოფელი შემოვიდა. რა, ბებია, სტომარზე? არა, ბებია, ბიბიკოს ნახონ მინდოდა. აგრაფინა, იცოდე კაბა არ დამიბიანო. პირას მოდი, გენაცვალე და მზად იქნებ, კარგი. მარინე თქვენ მოკალით რა? შვილო რა მოხდა ბებია? მარინე ზერა მოკლა. მართლა ბებია? შიგუში მოაყვება. შიგუში? გამარჯობა. დიდით გნახეთ მუშაობ. აბიქი. საღამოს ხანი. ხელი კვადრატზე დაისწორე და კიდევ მუშაობ. პირდაპირ მიგვიხ როგორ შეგიძლია ამდენი მუშაობა. დიდით გნახე კარბოდი. შუადღეს გამორბოდი.
საღამოს პირია და ისევ დარბიხა. როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამთენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობა. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე. არ შემიძლია მიწესთან გიბას გაჩერება. პირველად მე წასი ვიყარ. მე თავს დავადავადანე. მუშაობა შევეცვიდე შრომა ჩვეულებად გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ეს ადგილზე გაჩერებას და მუშაობას. შენ ასე ფიქრობ? მე გიმგონია მალე ისე გამოიცვლები რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდამქმნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდაქმნი. კი. მარინე, მიტიკა. კრიალა. მიტიკა. გამარჯობა გოგოებო. კრიალა, მარინე, ხომ თბილისში მიდ. ხომ მიდიხარ? ხომ კარგად მოამზადე? აბა, არ შეგვარცხინა ისედე. აბა შენ. მარინე, ხარა უცილებ გამომიარე. ნახანდი. კაი გამარჯობა, ორივე მარინები, კაი გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. აღარ თხოვდებით, მოგოებო. რატომ ჩქარობ ასე ჩვენ გათხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ბიძია რომ ერთ-ერთმა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, გამიჩნდება თავსატეხი. იცი რატომ? შენ რა გიცი ბიძია რა? ჭრიტის მეტი არ გაწუხე. მე კი ამბო ხუთმა უნდა ვარკვიო ვისია წერილი. ორივე მარინე, ორივე გიორგი სასული, ორივე ფერაძე. მიგეშენია დიდი კირილე. მალე მარინე გმირის წოდებას მიიღეთ და თავსატეხი არაფერი გვექნება. ისეთ კარგი რაგება. აგერ ხართ ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ წერილზე თავი. ძირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე, წერილით მინდა გაგიმხილოთ ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე, ჩემი? აი ხომ ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს? როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. გამარჯობა დედიებო, გამარჯობა. ბიჭიკო, გამარჯობა. ბიჭიკო, მადარებეზე გვამიანდება. ბიჭიკო, წერილამ რო გნახოთ, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. რა ხა? მერე? გადაკარგეთ ისეთი ძელი პოლმეუნება რომ გამოსუხარ დადებრად. გულსაბნები დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნები. არის თალიანი? აბა, დედაში მისახსოვ. აი! არა, ფიში არ მეშინია. როგორ ხარ? რა მარია? გულსაბნებს ვეძებ, მამა, გულსაბნებს. დაბროში გადაკარგა, დაბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა. თავი ადგილზე მაქვს, მამა. ზედგეთყობა შენი სიკეთე. რახანია დამორიალობდი, ერთი ჩემოდანი ვერ ჩაგილაგები. ყველაფერი მზად მაქვს, მამა. აბა, ტანჯაცმელი, წიგნები. გულსაბნები დამეკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე? გულზე. ой, აგერ არ მქონია. იპოვე რა? დედა, დენი, ძერმის საგანძალა გამომესხალა. მეტიც გეკუთვნით, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე თითის არის გატრიალებს. ხანახეთ ხარიჩი. არა შვილო, არა, შენგან არაფერი არ გამოგარებს. მოყევი ახლა საყვედურს. უნდა ჩამწარო ბავშვს საყულიას გასვლა. შენ თუ არ გამოიასარსლე დედაჩემო ისე როგორ შეიძლება? რომ მთელი დღეა ამოდენა ქალს, ჭკუას ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა? შეაყარე გადაც წარცვი. მიგეშენია, მამაჩემო. რაც მითხარი, ყველაფერი ზეპირად. კი, შვილო, კი. არ გიჯერა? ყურიდან. კარგად ვისწავლე. ვიანა ვიყო.
ბიძერაკის და ბიჭოლა ნატოს ყველაფერი გავუგოთ. წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა, ადამიანი, რომით ხდება ცნობილი და არა უსაქმურობი. ახლა, შეაყარე კედო, ცერცი, ხა? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? იორ ჯავრო? რატომ ჯავრო? არა, ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თორემ აქედან ერთად არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელია. რომ შემიციშვილო, ოჯახი არ შემიცვი. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ებეშით მაცნობე. ეს კოლეს დაგჭირდება. ოღონდ შენიცავდა შუბა და ყურადღებას შევიდა, აქედან არ მოგა. გაჩვენეთ ახლა, ეყოფათ. ბიჭიკო, იყიდი თუ არ მანქანას, ინტერესდა მომდიოდა იგვიან. სკოლაში ყალბები არ ზაში არ გამჩივდე. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგო. მატარებელში. ხანჯერადი გადასწრო. ირაკლის და მის თავს მოკითხა გაიწა. ხარი. ისინი მინახულონე. აბა, ერთი აქედდა მენახე ჩემო მარინე. მართად ქვეყნის თვალი გამხდარა. ჩემო ჭიჭინა, როგორ გაძილა. მოგზად. ბიჭონა, ეს თქვენ დედიამ გამოგიგდანა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ერაკი. დედი ელკიტემ გამოგიგდანა და შემოგითვალათ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. რა დროს სიკვდილია? შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ერაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგდანა. ეს ბიჭიკოა. ჩვენი კოლმეურნეობის წაბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგიყვებით თქვენი სოფლის ამბები? ჩემი გიორგი როგორ არის, ა? კარგად. მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი ჩაი მოკრიფი არა? ჩაი ბევრი. ბიჭერაკი, მამამ შემოგითვალათ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიდიხარ? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის ნახაზები. კარგი, მამა. მისმენ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი? ჩვენს ბინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვი. მოგჯანდით და გაიცანი. ინსტიტუტში მისვლა არ დაგავით. აფრინდა, რაგლი ჩაიგადირა, ზეთამდე დადედალსა. ჩათა! აღა, ჩაიბარე შენი ფიტო. ლევან, მოიტანე? აი, მეგობრობას ასეთი უნდა. შეხედე რა კარგად გაუკეთებია? დედა, ხომ კარგი დერა? ჯერასი კარგი ჯერ არ გამიგონია. სალამ დედა თამა. კაკაბ, ხო, არც იმიკიდებს. ერთი ამიცენი რა სილამაზეა წერაში. მიპასუხე ერთი. მოასურე. შენ რა იცი, ლევან? შენ რა იცი? რა სილამაზეა ამ წერაში? მოიცა. შენამ წერამ რაღაც მეტისმეტად აგაღელვა. იცი რა.
მიძირა სიყვარულის ძმა სოფლიდან ჩამოდი. დიახ, სოფლიდან. ინსტიტუტში შედიხარ? ინსტიტუტში აგრონომია. სწორედ თქვენ ჭირდებთ. მე? ჟურნალისტად უნდა გადაგეთ. ჟურნალისტები? ჩავიდეთ აი იქ. არა, მე ვერ დამოლ, მე პროფესორს ულოდე. არაფერია, გოგონა, ერთი წუთი. ერთი წუთი, გოგონა. გადაგით. აი აქ. არა, შემიძლია. ციგნი ხელში. აი, ასე. არა, შემიძლია. არა, ასე. მოიწია. გაიგებთ გოგონა? ლევა შოთაგანზე ვიდე. მარინი შოთა. მარინი ოჰო, აი თუ ნორმალმა მღერავჩიძე მელაპარაკებოდა თინა სახში მიდიხარ პროფესორს ელოდება. დიახ, პროფესორს. პროფესორი არა, ბიჭიკას ველოდები. აი ისიც. ნახე, მანქანა უყიდია. არ დამხარ. მოდი ლევა შეიარე ჩემთან სამსახურში უთხარი შენებლობად წავედი მოიცა. იცი რა. მიძირა სიყვარულის ძმა ფრინდა ქორია, ფრინდა. უკვე 9 საათია. მესამე ღამეა შოთა 100 ადრიანში. დედა თამარ, ზერას ამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს მაგონებს. თქვენ ყოველთვის აზვიადებთ ჩემო ლევან. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრდანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა, გითხრათ სიმართლე. თქვენ როგორც დედა, ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერები. დედა თამარ. არა, მე კარგად ვიცნობ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადადგა. დედა შოთა აი ჩემი მარინი დედა თამარ. მიულოც.
ასე მთელი დღე დაგატო შეიძლება? ხვალ გამოცდა და ჩათაბარებელი. მარინე კერას, აიღებ ბილეთი. ნომერი? 13. ოშაძე თენგიზი. დაიწყეთ. ერანი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის სვალს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხის უკეთესად ემსახურება. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახუროს, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწრება მის ჭირვადა. საკმარისი. თავისუფალი და. სანიკიძე ნათელა. მოგიღებს ბილეთი? ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს ქალვაშის სიყვარული, გრაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. ზორია. რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაცდელი. საკმარისი. თავისუფალი და. მინდა ქჩეკიდე? ფერაძე მარინე. მოგდანდით? დაიწყეთ. ხომოიფიქრე. ნუ მესამე როგორც ხედავთ თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლია გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. თქვენ გინდათ ვთქვათ, რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ, ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. მიჩურინი. დიახ, მიჩურინი დაიბადა 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ გალაკ. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ, სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? სცენარეთა შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვან კანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვან კანახევრიანი ნახევარ გირვანკიანი მიჩურინის ვაშლი ეხლა დამშვიდით, უკეთ მოემზადე და მომავალ ჩაგვაბარეთ. დაწვათ. ვაშლი მიჩურინის ვაშლი. ეს მიჩურინის ვაშლი კი არა, ჩემი ვაშლია, ჩემი. ეს მიწირი გელდა. ვაშლი დაკი. აჰა, აი. აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შტაბის მირიწოდება და გადაეცეთ ლენინის ორდენი და ოქროს მედალი ნამგალი და ჩაკუჭი. ქორიძე, შალვა ისიდორე. ქორიძე. ეს ხომ ჩვენი სოფლიდანაა. მეურნეობის ბრიგადი.
არაფერია მაგასაში ტრიჯინაც დახი როგორ ტრიჯინა არა დედა მე თამრი გონქრია თამრი არაფერი ტრიჯინა არა მე თამრი გონქრია თამრი სუჩუმას აბაყული და მარინე გიორგის დასი სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მერგოლი ეს ხომ ჩვენი ტრიჯინა ტრიჯინა სოციალისტური შრომის გმირი მამო გიქშებდომა ხომ გაიგონე ფერაძე მარინე გიორგის ასული ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება დამჯერებელი არაფერი არ არის მომილოთა შემოდაიგონი ჩემო კარგმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა მე მაგ გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი ციტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ტრიჯინა იქნება მამიკო აი თუ მე რატომ დაფრინავდა გუშინ სიხარულისაგან ჩემი ტრიჯინა იცოდა ეს ამბავი და დაგვიმალა იმეს არა ტრიჯინა მშვენიერი გოგონა გულკეთილი თავდაბალი ნიჭიერი 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი რასაც იცხოვთ ჩავიჭერ ჩაიჭერი რა ვნახო თავს ხარ მოვიკლავ არა წარმოვიდგინეთ ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას შეიხმარებს გადაწყვეტს მის შეფეთს მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა არ არის ეს გასაოცარი ბედი საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი მალე გაიგებთ ვინც არის ლევან თქვენ დღეს რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია ირა შეგებე გმირი ქალი კიდეზე ამოდის ჩემო მარინე ჩვენ სახელოვან მარინეს გაუმარჯო ეს მაგო გეგონა ვერ გავიგებდი მოდი მადლობა ვაგაიგე შიხრა ამბავი მოგვიტანა ყურადღება მე ვიმოძეთ გადავიღო ჩვენი სახელო არა ხოლო სადიმო კაბაში ხარში ტრიჯინა აბა თქვენი გამოიცვალე ტელეფონთან ალბათ ლევანმა უთხრა ჩემი და შოთას ამბავი რამდენი მასინე ნონა მოწონს ეს გოგონა რა მოწონი სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახავს მარინე გიორგის ასული ფერაძე მარინე მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა ხოლ გაზეთებში იქნება აი თურმე რას მივოცავდი ლევან შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე მე არა მაგრამ ჩემი მეგობარი კი ახლა უნდა უთხრეს იმარკი არა მე მირჩევნია ვარსკვლავს ხედავდე ქალის ბუნკერზე ვიდრე სისხლორეულ სივრცეში მე უნდა გითხრათ რომ სალამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ არა მე გაგიჩვენოთ ერთი ფაქტი ყურადღება გამოვუცირათ მარინე შოთა თქვენაჰა მარინე ძირფას დედა ძალიან გახარებულია დიდი სიხარული დგინოთავს ძალიან მახარებს შენი ამბავი დაბატიე მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი მე გამოჩენილი არა შოთა არა მოვდივარ ახლა მოვდივარ
შენ სახელოვანი გოგონა ხარ. მე ბაბა მოშენი. არა, ბიდი, ირაკლი, მე არა. მოგრძანდით პატიჩებს ალექსანდრა ბიდი. ეს შემინათესა გოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიწევ. მოგრძანდით. ტრიჯი, ეს რა ჩაგი? და დიხურ სასათვლები გამოიცვალე. ტინა, მე არა ვარ, ტინა. გურე ბარაი. მოგდამინე. Τι, διέφρασε, διέλπιτε. Μαρίνε. მამიკო, ტრიჯი ნარჩადარა. როგორ თუ არ სადარა? მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანის სოფელში წავიდა. სოფელში წავიდა? რაფერი არ მეც? როგორც ჩანს, ტელეფონით სოფლიდან რაღაცა სწავლა. ამბავი. დამოხდა. გარდაიცვალა დედია ელპიტე. დედია გარდაიცვალა? დეიდა ელპიტე. რატომ მარინე მარგვით ხრარაფერს? კეთილშობილი გოგონა. არ მოინდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო. დღეს უნდა წავიდეთ სოფელში. ტინა, გავგზავნე დეპეშა გიორგის. შევკეთეთ გვირგვინეთ. ნება მომეცით, გვირგვინები შეუკვეთო. მე თქვენთან ერთად მოვიდივარ. ნუ გეშინია ტიჯინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარებ. დეპეშა, ეპლოსკიდე, დეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვა დეპეშა. მოვეცით, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე ბინდი გადავეხარა და მიგიტყე გენაცვალ. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიტეს ხედა. ბრავო, ელპიტე მომწერაო, ჩემი ერთი და ვაი. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიტეს ხედა. ოი, ჩაეპროფილე, აფერ მიხარ, დადა. გუშინთოთანი ყოდა, ეტრა მოვიდა, ეტრა. ატალი ელპიტე. ამოხდა, ბებიაჩინე. აგეთი, შეფოსის არამბავია. კაკო, რაღაც ამბავია ის. გამოხდა, რა ამბავი? ამბავია ნეტარი. იქოსია სხვა. ვაი, მე
აქედან არის პროფესორია ირა Elbite. Çok harika. Marines sonuçlayayım torayı. Marines? Bayli diciko. Bebiye gidip akşam kadar. Merak edin. Sana ince bir Cristina bebi. Asla. Ყველა სოციალისტია შეანგატილებს ბიზაკირილი. რა ვიცი ბიზია. ყველა ტირონა და მე ჩავდირი. გიორგი, ნუ გაშინია გიორგი, ყველა ცოცხალია. გიორგი. დამაგებინე ბოლოს და ბოლოს რა ჩნიათ საქმე. მე შენ გეკითხებ ჩემო ირაკლი. ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინები? მაწვილო, რას ნიშნავს ყველი ეს? Txopt mabatiot მაგრამ შოთა მეც მწარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას მარეთ. შოთა ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ ამას არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. Τώρα გითხრა, არც მე გამიგონია ასეთი ამბა. ფიქრობდა ვერ გამიგია. რა დასჭირდა ჩემი ასე გამასხარეება. ერთმო, წავალ ბილეთებს ავიღებ, თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები. ამას ვისხედავ. საიდან სადაო? რამდენი ხანი არ შეხვედრივართ ერთმანეთს. გამარჯობა არჩილ. იცნობდეთ, არქიტექტორის შოთა ნამორაძე. აგრონომი არჩილ დიდია. არჩილ, შენ თბილისში მოდიხარ თათბირს? თათბირზე არა. საოჯახო საქმეები აქვს. ქალს ვირთავ. მართლა? ვის ირთავ არჩილ? მარინე ფერაძეს. მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობთ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვიტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადავწყვიტე. აბადით? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი თუ? რა თქმა უნდა დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთ სერიოზული საკითხის უეცს არ გადაწყვეტო? სწორედ. როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცს არ გადაწყვეტო? ნახვამდის. ამი. ეს ვინ გამაცა? ვიცი. ეტავი რა მოუვიდე? დობა ადვილად მიითვისე. ბებია შენიალტიდე მკვდრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწვის სახე. არა, მეტის მოთმინა აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ჩემამ გამოგასწორო. ჩემე მამაჩემ. ჩემო რა საგადისია? დადი მომხდი. ორდოდი და ხუჩ შემათვალებმა. აკი ხარი. გაგიჟდი ბიჭო. ტაქსი გიდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატული აღდა. ძალიან კარგი გაზი. შენი გაძრდილია და შეგეკავდა. ნუ გეწკიდება გიორგი და მარინეს სახლში შენ წაგეპასო. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენზე სულ პატარა დამჭი. თავის მართლება რა საჭიროა? ისე მე მგონია იმ ამბების შედეგად
რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა, მარინე ყველაზე მეტად აისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობიექტი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაკეთო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვით კრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით მარინე უეჭველად უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირვით არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ბიძია გიორგი. აი, ნეტა ვიცდებოდე. შენ შეარწმუნე არა მარტო ოჯახი. შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე. დროა ჭუად მართე. შენი ასე ცხოვრება ყოველდღე შეუძლებელია. ჩვენ ველაპარაკებით და ეს კი შეაყარე კიდევ ერთში. იქნებ ფიქრობ შენ აქციას ვინმე გაამართლებს. მე არ მithქვი გამართლებს. თქვენიც მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რომ მე გუგსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არ იცით აგრახტი. შეწყვეტია. დედა გამიგებდა. შეთა მოვატყვი. დავგა საყვარელი ადამიანი. გდარია ჩემი გული. გადავდა ჩემი ცხოვრება. Izilām უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაც. გამიგდე სახლიდან. ჩემთან წამოდი. ხუმიჩი ჩაისკრება. მე დაგეხმარები. მუშაობაში ეჩვევი და დარწიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე ჩემთან წამოდი. ჩემთან ჯობია ჭიჭინა. თამაში იმდენი საქმე მაქვს. გუშინ ინკუბატორში პატარა ძილები გამოიჭიქა. უღლა. შეხომ გიყავს და ჩემთან წამოდი ჭიჭი. პატარა ძილები. მარია. რეალასთან წადა. შეფასად მუშაობული ვიქნებ. შეცხული და აღარ შევიძლია სახში გაჩერდა. ჭიჭინა, ახლა თუ ხოლმე დაგიყვანოთ ფერმაში. ბიჭიკო, ახლავე დამიყავოთ. აღარ შემიძლია სახში გაჩერდა. Ჭიჭინ. გაიგე. აი ვიდეო გეკითხა. Adică. Vreți și muşavi schiveli tăia. Დილის 6 საათზე გამოცხადები ადგილზე. გააღებს საკაცნე. უპირველეს ყოვლისა სასმელი წყალი. ძველი უნდა გადაყვარო, ახალი დავა. დარეცხავ ჭურჭელს და მისცემ დილის საკენს თუ არა, გამოხვედა საკენს. იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველდღე. კედლები კვირაში ორჯერ წირით უნდა შეასრულო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 ტიტილია. 500-ვე სანაშენო ფრინველად უნდა გაზარდო. იცოდი ამას აბსურდო უნდა დაემართო. თავით კი არ უნდა დამოწილდეს. ჩამიბარებია შენ. აბა, შენ. დილის 6 საათზე არის. იატაკი მორეცხი. კვირაში ორჯერ კედლები კირით შეაკეთე. ისინი როდის დაიზრდები?
არ თავი არ უნდა აქცივდეს, არ სურდო არ უნდა დაგემართოს. გესმის? თქვენ დედა არ აკეთებს, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკილები ხარ. ო, ტრიტინა. ო, ტრიტინა მოტრიტინებულა. მერენა, იტრიტინეს, იტრიტინეს ეს უწაჭიჭი. შუმა დახმაურობა არ შეიძლება. დადი, თქვენ საქმეს მიხედა. დადი. ამას სურდო არ დაემა. მარინე. როგორ მაგანატრით არის? საგამოსწრია და კიდევ მუშაო. რა დრო გასულა? შენ არ ამბობდი, ეს ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ეს მაშინ. ახლა კი შენ კარქალობაზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. კაცნების ხელში სურათიც გადამე. შენი ბრძანებელი მოვიდა. დამები გოგოებს. გიარა. რატომ ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებას? არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აბა რა გამოდის? იცით იტანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლოს. რა? ჩვენი შეხვედრები მუდამ ჩხუბით თავდება. ალბათ არ იყო. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალი. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორ წვი? დავალ ძილებს ახლა. შენ აგრძანდები? შეხლა ხომ არ გამოგაგდეს აქ სამჭირო მოყვები. ხილი მოგიტანა. რა ყურადღებიანი ვძანდები.
გამარჯობა ბიჭინა. გაგიმართ, ბიჭიკო. ბიჭიკო, მე ხომ გიჭირა სკრია მაშინ. უგოსგენა სარდისაგა ძაღლი კაც. აქ ცეცხლი, ქარიშკალი, ბრიგალი მიტრიალი. მე რა ვარ, რაც გულში გიძ. რამდენჯერ დააპირე, მაგრამ ვერ გავდექი. რა არია გაუბედა? შენ გადაჭრი დაუშვი საკითხი. ან ხო, ან არა. ნუვეცი. ან ხო, ან არა. გრიალა, ვეი, გრიალა მომიწმინე. რა უნდა მოგიწმინო ამჯერად? გრიალა მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? გრიალა ცეცხლი მეკიდება. ცეცხლი გეკიდება? მე და ყარი დაილი ამ ქვეყანაზე? გრიალა, შენ ხუმრობ და ვერ წავდნია მოდენა კაცი. აბა, როგორ ჩამოხმი შესაძლოა? გრიალა, მომიწმინე, თორე. არ ვიცი რა ხიზარ. რაც კი ნაიცქენ. დედა, რა ფაშინებ ნეტა? ასე ხომ? ბიჭო, რა შვები? აქ ვიქნები, სანამ არ მომისმენ. მაინც ცეცხლი გეკიდება და წყალი ჩააკრობ, ვიყავ მოგიხდება. ვიქნები. უნდა ვნახო ერთის თანამიდგები მან. ბიჭიკო, დაიხურე ქოლგა დასმევდები. შენ გული კი არა? მაგაც, ხა? ბიჭიკო. ბიჭიკო, რა მოხდა? არ მეტყვი ადამიანო? ბიჭიკო. გრიალა, მიყვარხარ. რამდენი გითხარით რომ აქ შემოსვა არ შეიძლება? ეს არის შენი საბალოობა. დია, ხვიდე დავას. თავმჯდომარის განკარგულება. ფერმის გამგის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ კატოს აბათო. რაიქოვში გიჩილა ბიჭადა, რაიქოვში. ამხანაგო ნუხმაურო. ქათმის ნერვებს ნუხი. ქათმერის ნერვებს უხსნები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი. რამბავი. ამხანაგო თავმჯდომარე. ფერმის განკარგულებას არ ასრულებს. თავრობის დადგენილებას არ ემორჩილება. სანაშენო ფრინველს აბაზობს და გეგმას. იტილები გავატანებ? დახო. სანაშენო ფრინველი გადატანებ და ამხანაგო ისიდორა, საყვედური სამართლიანი. ამხანაგიორი. შვიდობა აკავრობას და ტიტილები ჭირვან გამისწრდა. ქათმის სიცეული მელია შეეცდა და პროგრამი ჩანაგა და ახლა ყველაფერს ხوار გაითვალისწინებს და ირის დასახოსა და მელიების შესაქმნელად არ ვდის ჩვენაც სანაშენო ფრინველი. ველებარ ვახმანი ამას. მოიცე. მარინე, სანაშენო ფრინველი უნდა გავატანო. ორფეხა მელიებში აჯამონ, არა? მაგისტრი ნუ გეთქება. ახლა ახალი ფერმის გამოვყავს და თოფიანი დარაჯი. ჩვენ ქაფერს ახლა მელიებში ვაჭმე. მეზობელი გოგმეურნეობა, უნდა დავეხმო. არა, მე მაგას ქათმებს არ გავატან. ეს ვიყოფილ. მამა შენი გეუბნება, ქათმე მიეცე და შენ მე უას მეუბნები? ქათმები ჩემი გაზდილია და არა მამა ჩემი. ამხანაგო მარინე, ქათმები შევარჩიე და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო. იმათ დარჩეული ქათმები და მე კი ხელცელიერი გინდა გამისურა. იმათ იციან ქათმების მოზა, ახანაგო ისიდო. ახალაგიერი. ისალე რა. თუ გაცხარ ისალე რამე თან პირდაპირ გავგიჟდებ. რა უხნა? პასუხის მგებელი აქ მარინია. ეს ორი დღეა შეგულებაში ვიპოვე. მაშა სადემე უას მეუბნები, არა? დია. დიდი მადლობელი გახავთ. დიდი მადლობელი. აჰა, შილო. მამა, დავსწრებოზე გამოცდები როდის იწყება? გამოცდები შილო? იანვარში დაიწყო. ძალიან გამახარე შილო, ძალიან. ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი, ხომ? გულდაწყვეტილი? რატო, მამა? ხშირად ვერ გნახულობ. რა ვქნა შილო? საქმე არ მიშვებს. ახლა კიდევ კულტურის სახის მშენებლობა დაიწყება და? დაიწყება? ო, პროექტი გუმზადყოფილი.
რა რას ამბობენ? კარგი პროექტიაო. როიც ელბიტა სიგდირის ამბავი თუ არა აურდაურია მაცილმა აი გამარჯობა თქვენი გოგოებო, კაი გამარჯობა. გამარჯობა. ვინა ის ახლა მართალი ხო. ვინურჩია ჭიჭინა ფერმაში წამოსვა ვინურჩია? რა იყო ბიძეკირილე რა ამბავი? ნახეთ ჭიჭინა ხასმებმა დიდგზაზე გამოიყვანეს ჭიჭინა მისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია გადაიზრდა ეს ეგეთია დედათამა საქსია სოთას თანახმად საპროექტო ბიუროს შევია იქ გავიგე რომ არა საფრთხონია ადამიანმა ამდენი ისრომა ასეთ შესაძლებელი პროექტი შექმნა და მისი განხორციელება სპას მიანდო კიდევ რაც ვერ შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ პროექტი რატომ არ მიდიხარ ნაგობარში მე არ მისმის შენი მოქმედებაში მე ასე მიმაჩნია საჭიროდ მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ მაინც რატომ ამასთან შეყვადრა წერიდები არ მესმის რა ლაბარაკო ამაზე ლაბარაკო შეხედე ეს ხომ მარინეს სურათია შოთა შეხედე რა კარგად არის გადაღებული არ მაინტერესებს მართალს მეუბნები მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ქალის ამბავი ან და მისი სურათი შენ არ გითხოვს შემთხვევით რომ მარინა გათხოვდა მე კიდე რა კიდე ის რომ დედის თავს არაფერი გამოებარება მე კი გეუბნებით რომ ის ქალი ჩემთვის აღარ არსებობს დავიწყებულია ფიფსინ წავს ბოლო მაგვირებს მაინც გადაინახე შენ ეს ბოლო მასზე ვინც დავიწყებულია ასე აღელვებით არ ლაპარაკობ ჰა ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ქალი ჯერ კიდევ მიყვარს გაურბი ვარ მასთან შეხვედრას მივდივარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი გარდა საგეგმო მოცემულობისა რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ ხურდონერს როგორც იცით შენობის სიმეტრიის ღერძზე მოედნის ცენტრში დაიძმება ლენინის მონუმენტი რა დაჯდება ჩვენი კულტურის საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მანქანა ხოსტა სადიქნება ბიჭია ხოსტა განსაზღვრული არა მე რა მოხდა ჩამოვიდა და გესმიდი თბილისში შოთა ჩამოვიდა სინსილამ უნდა გაწოდოს ყველა მამაკაცი მე რას მერჩი შენ არაფერს მაგრამ ის გოგო მეწოდება კიდევ უყვარს ის არქიტექტორი მე კი ნამდვილად იცი შოთას ჭიჭინა უყვარს აი რა დაუვარდა მანქანაში შეხედე ჭიჭინას სურათი აბა უნდა ნახო აუცილებლად უნდა ის არაფერს ვაშა მე ვარ ყველაფერში დამნაშე უკვე 3 საათია მატარებელი 6 ვეგარი ახლა თუ არა სხვა დროს თალინაშევდნენ ერთმანეთს იცოდე შოთას ჩამოსვლის შესახებ არაფერი წამოხდეს თორემ არ წამოყოლა ხო ვიტიკო გამარჯობა სოფელში მალე დაბრუნდები ახლა მივდივარ სადგურზე არქი არქივი მიდის თურმე თბილისში კრიალა მოდი ბიჭიკოს გავყვები რაღაც იებმას ჩამოსატანი ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდი დადი ჭირიჭინა დადი ამ აღამაცი დარჩი თუ გინდა შენ საქმეს მე დავაჭირე წამოდი მეგობარო მარინე ფერაძესაც ვერ ვიმასწავლით მისი სახლი ვიდალჩის პატივცემულო მაგრამ ახლა ვერ ნახავთ მას მანდარის პლანტაციაზე იქნება ვერ ვიმასწავლით მანდარინის პლანტაციას როგორ არა აგე რას მოულფეხით დაბიტია კაპდადებით ასე პირდა როგორც კი გაივლით ხიდს მოუხდეთ მას მერე გაივლით 1 კილომეტრს შეხვდება დიდი მუხა მოუხდეთ მასხრი მერე შეხვდება დაღმართი აივლით ამაღლარს ჩაივლით დაღმართს მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველა მიგასწავლის პლანტაცია თუმცა მე ციკლივდივარ და წამოყვეთ მარინე შეგიხმობა ჩისიდან არის კიდევ კორესპონდენტია უფრო დიდი კაცი უნდა იყოს ობდან გაიცანი სოციალისტური შრომის გმირი მარინე გიორგის სასული ფერაძე თქვენ ბრძანდებით მარინე გიორგის სასული ფერაძე დიახ რიჩი მინდია გემსახურა მე მოვედი თქვენს შესაძლებლად ერთხელ უკვე ჩემთან რადიო კომიტეტიდან იყო არა რადიო კომიტეტიდან არა ხო ჩვენი კოლმეურნეობა წელს
სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩემი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა მინდა. ჩემი სიმღერა. მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მოწყობ, თქვენ ძალიან სასიამოვნოა მაგას. არა პატივცემულო, თქვენ ვცდებ. არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისმინეთ. აუცილებლად უნდა იმღერ. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობა. არავით არ გაუგებრობა. გონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგისასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არ იკალი, არავით არ ხარაბუზა. ჭრიჭინა პატარა. სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი გაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა, აბადელი დელა. სწორედ გაუგებრობა. თქვენ ეთით ჩემს ამხანაკს. ისიც მარინე გიორგისასული ფერაძე გახლავთ. აი ეს გახლავთ მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო დიდად. მე მოვედი თქვენს ჩასაწერად. ჩემს ჩასაწერად? დიახ. არ შეიძლება ხვალისთვის გადავდო. ის რის გაკეთებაც შეიძლება დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, მომზადე ჩასაწერა. რომ დავსკვათ მომზადებლად ასე უეცრა. არაფერი. ილაპარაკე უბრალოდ. ჩვენი ფერმის შესახებ, შენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეტყვი იმას, რასაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ბოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვისი პატივცემული. თქვენ კი ამბობდით ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დაიწყე ამ დღეს. ბოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვის რას უნდა ჩემი სიმღერა? ჩვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერსად ვერ წამოვალ, ვერსად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმათ ხომ მოვაჭირდებათ. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწვი. მაშ თქვენი საზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ პატივცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არ შემიძლია პატივცემულო. ამშვიდით დაწნარ. არ შემიძლია. დაგელოდები. ჭრიჭინა გიჩქოს აქვიანდება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვი? არაფერია, მიაუხდი შენ წამს. ეს როგორ? წავიდა? დიახ, პატივცემულო, სახლში წავიდა. იცი ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატივცემულო, იქნებ მას ჯობდეს თავისთან ჩასწეროთ სახლში. კარგი აზრია. რა სიტყვით ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღო და მე მგონი მეზობელ კოლმეურნეობაში უკეთეს სახლს აშენებენ. ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. არჩილ, მოდი ნახე რა პროექტი ჩამოგვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცადით, ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგისასული ფერაძე. მარინე გიორგისასული ფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი. რა გაგიკვი? მე კი მეგონა რომ ხოხედა ვიდია რა ცუდია რომ ერთობაში ცხოვრობს ორი მარინე. ორივე გიორგისასული და ორივე ფერაძე. პირიქით მეგონა რომ ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგისასული და ორივე ფერაძე. ამხანაგო გიორგი. იოდ ჩვენი არქიტექტორი რაღაც მიცნეული კაცია. გიორგი, შენი არ იქნება, შენივე მანქანით, შენივე ქალიშვილი რომ მოგტართო?
არა, მართალი გითხრა, ხმალწვიდი არ დაიწუნება. ვინ იყო? მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჯესთან. იგი გასოლოძები. ახი დაბრუნდი ბებია? ეს თუ შემოვიდნენ რაღაც მითები მაქვს. არა, არ გაგიშლე. დაგია რომ მოყვედი დღეს სტუმარი გვეყოლე. ის ახალგაზრდა არქიტექტორი. მოდიში. თქვენ ხომ არის ის არის მარინე ფერადი? მარინე? დიახ. თქვენ შუთა. მარინე სუთია დავიდა. წავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახში ნახავთ. სახში ნახავთ? დიახ. დადი. მადლი. დამიშველება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდე ერთი ამოდის. მანე გული როგორ მიცემ. გავიქცე? არა. რაც იქნება. დავხუჭებ თავს და ვეთყვი. გთხოვთ მაპატიოთ ჩემი საქმე. გაპატიებთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლო რაც შეიძლება ჩქარა. ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვარდება. დიმიტრი მარინე. თქვენ მოჰკალით ძერა? მე არ ვიცი რა მოვკალი. ქორი არწივი ძერა, მაგრამ მარინე. მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ სასაყვანად? დიახ. არა, შუთა მე დღეს ვერ დამოვა. ხვალ? ვერც ხვალ. როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის? ზეგ?
მერქო